მან ეხლა ეს დროც რომ ვითავდება, არ მინდა რომ შემოწმებები და ერთელი უბედურებები რო არის. დავარღვიო რა. ეხლა ასეთი შემთხვევებისთვის მეგობრებო, საჭმელი მაინც ყოველთვის უნდა გქონდეს. ზოგჯერ არის ხოლმე რომ აი ესე ტყეში მოგიწევს დარჩენა. განსაკუთრებით ზამთარში თოვლი რო არის ხოლმე, ან რაღაცა ამინდის პრობლემები რო არის ხოლმე, ზოგჯერ ვიჭედებით ხოლმე რა. აი რაღაცა წინასწარ უნდა განსაზღვრო, რომ საჭმელიც ყოველთვის გქონდეს მზად. მაგრამ ეხლა ვინაიდან მე თუ ეხლა მოვასწარი, მაშინ კარგი იქნება, მაგრამ მეორე მხრივ ვერც მოვასწრებდი. ნუ ერთ სიტყვით მივდივართ რა. რამდენ ადამიანს აღიზიანებს რა, განსაკუთრებით ქალბატონებს. ეხლა ყველა ქალბატონს უნდა ძალიან მყარი მამაკაცი ხო, მებრივად, ძლიერი, ხარად რო ფიქრობს, მაგრამ ჩვენც ადამიანები ვართ, ეხლა ფიქრი მყარი მაშინ უნდა იყოს, მყარი მოქმედებაში უნდა იყოს, მე რომ მკითხო, მაგრამ მოქმედებამდე ფიქრო და მე უკვე თუ გადაწყვიტა, მე უნდა იმოქმედო მყარად. მაგრამ მოგეხსენებათ ქალბატონებს ყველანაირად მყარი მამაკაცი უნდათ მოქმედებაშიც და ფიქრებშიც და ყველანაირად. გამეთანხმებით ქალბატონებო. ამიტომ ჩვენ შევეცდებით მყარად გადავწყვიტოთ. საერთოდ ნუ ეხლა წეღნათ. თავარია იფიქრო და მე რო გადაწყვიტა, მე უნდა იმოქმედო მყარად. ეხლა უკვე საჭმელი დამაგდა, ის დამაგდა უკვე არ ითვლება. всё, წავედით და მივხედოთ საქმეს. ვიქტორინა ძალაშია. ეხლა მესამე ეხლა სადაც მივიდივართ, მესამე დელივერზე. იქ დაგხვდებიან, გადმოგტვირთავენ თუ არ გადმოგტვირთავენ. პრიზი ძველებურად წიგნი ორეული. რაღაც ახალი შენობაა მე აშენეს ალბათ ქარხანა რა იქნება. კარგია რა. გული როგორ და იდეები რო გაყაერე და ტერიტორიაზე. აიტ. გამახსენდა ხო იცით? დიდარ ადამიანებს რო ეკითხებიან, აბა როგორ მიაღწიეთ წარმატებას, როგორ ჰაი გულდა. 100 დიდერიდან 99 იტყვის, რომ ნუ მკითხავ პირველი მილიონი როდის ვიშოვებ, თორემ მეო საქმეები ისე მე მოგიყვებიო. აი ფული რო გაგვუყე იდეების და ისიც ყველაფერი ადვილად მოდის, მაგრამ აი პირველი მილიონი აწნელი, პირველი დაწყება აწნელი. როგორ ვამბობთ მეგობრებო, ფიქრები და არეული აზრები. ესეც ყველაფერი ნატურაში და ბუნებრივად. საუთ დაკოტაში ვართ მეგობრებო, ანუ სამხრეთ დაკოტაში. ტრელი შტატი და 1000 რაღაცები რა არის ეხლა ეს ფერმა, მაგრამ მე თვითონ მიგდებულია თუ რა არის. ეჭელი მანქანები გიდას. საერთოდ ამერიკა რო კარგად დაათვალიერო, ტრაილერი ძღოლები ყოველთვის ცდილობენ ხოლმე ცენტრალურ გზებზე იარო, ჰაივეებზე და ასეთ რაღაცებზე, მაგრამ ასეთ ადგილებში არ დადიან, იმიტომ ტვიტებიც არ არის, მაგრამ ეხლა ჩვენ შემთხვევაში ლოკალ გზებს ვეძახით ხოლმე, აი აქ უფრო ათვალიერებ აქაურ სიტუაციებს. რაც ჩვენ ეხლა ამის საშუალება მოგვეცა და გამოვიყენოთ არა, რატომაც არა. სამხრეთ დაკოტა. სამხრეთ დაკოტაში ძალიან ბევრი ბიზონები არიან და აი თუ ბიზონები შეხვდნენ, ნუ კარგი იქნება, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ცოტა ქვემოთან ნაწილში ვართ.
ჩადის ალამაზი ფერებია. ორაიტელი მინდრები და ხობრები და ასეთი ხორბალი ქერი და ეს არის რა ფაქტურად აი ხელა საშრობებია და სოფლის მეურნეობის ბიზნესის არის ხალხი დაკავებული. იდე მაგარი ბიზნესია რა, ეხლა მთელი ზამთარი ისვენებ, კი, მოსავალი მოყავს, შემოდგომაზე აკრიფავ და მე იმდენი შრომაც ენერგიაც არ გიწერს რა, ეხლა როგორც ახლა ყოველდღე ოფისში იარო და იქიდან საღამომდე იჯდე, ასე რაღაცები არ ხდება. ერთადერთი პრობლემა ამ სოფლის მეურნეობაში ის არის, რომ თქვა ამინდია რაღაცა რომ არ დაგაზარალოს. აი როგორც ახლა მე მომივიდა ახლა წელს გორის რაიონში შაშანო პროსტორეთ 25 წელს ისეთი მყინვარება მოვიდა აპრილის თვეში მთელი ისინი გაგვიფუჭა მთელი შემოსავალი და მთელი ქარელის რაიონი, გორის რაიონი დავჭით ნოლზე. აუ იმედია წელს არ გვექნება ისეთი ცივი გამყინვარება და წლევანდელი წელი სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, იმათვის ზარალიანი არ იქნება. არა და ჩემ ბაღებში წელს ველოდებოდი, საერთოდ ხილის ბაღებში მე-4, მე-5 წელი არის ხომიარობის წელი და შაშანდელი წელი დაემთხვა მე-4, მე-5 წელს და სულ გაგვინადგურა მთელი ყვავილობა რომ დაიწყო აპრილში. მოვიდა როგორ ბახშუს 16 აპრილი იყო და გააყინა და გაანადგურა მთელი ჩვენი არგავები, გვიტები, რომელიც აყვავილდა და შაშანდელი წელი დაგვეკარგა. იმედია მომავალ წელს ამოვხეჭებთ. მომავალ წელს კი არა, უკვე ამ წელს, 26 წელს. ეხლა ზოგი მკითხავ, რატო არ დააზღვიო, მაგრამ ბანკებიც არ გაზღვევენ, სანამ იმას ნიშანს არ მოგცემს. ყვავილობაზე და ასე რაღაცებზე ბანკი არ გაზღვევს, ისინიც კაი შებერწყილები არიან და რასცა, ჩვენ როგორ ვამბობ ცხოვრებაში, ხან დაეშვები, ხან აეშვები და ასე შემდეგ. თავარია არ ავარდეთ. ეხლა ჩემ მეგობას ველაპარაკებოდი ეხლაც, ესე იგი აი სადაც არ უნდა წახვიდე ამერიკაში, რაც არ უნდა სოფლის მიგდებულ ადგილას იყო ყველგან ძალიან ნორმალური რა. აი ამაში ძალიან მაგრები არიან და ამერიკელები. თან პატარა ქვეყანა ხო არის, ამხელა ქვეყანაა და ყველგან გზები. წეგანაც რო ამონდე, ეხლა ქალი რო დარჩება ასე ღამე. გული გაუსწრება, აბა რა, კაცშვილი არა ერთი სახით და ისე სტივენ კინგი ასეთ ადგილებში დადიოდა ხოლმე, რომ თავისი ნაწარმოებები დაეწერა რა. აი ესეც სახლი ამხელა სივრცეში ავტო ერთი სახლი დგას. აქ მეორე სიამოვნებაც ალბათ რომ მოდის აი ფიქრობს, აი ჩემი ტერიტორია ჩემია, აიძახის და იმ შეგრძნებით რომ ჩემია არა როგორი გრძნობა არა ჩემი. რა თქმა უნდა სხვისი თქვა რომ სხვისია, იმას რა თქმა უნდა ჯობია რომ თქვა რომ ჩემია. რა ფიქრები მომდის არა მეგობრებო, ძღოლები, 1000 ფიქრები მეტრიალებს თავში. ეს ეკლესია არა, ეკლესია თერმა, ეკლესია ეკლესია საკრამონტა, ეხლა ძალიან მიყრუებული ადგილია და მიტოვებული არ არის, უბრალოდ
ველებია რა. ეს რა არის? ავტობუსი ავტომobile. კრე water system, წყლის სისტემა. Damcha, აქეთ 28 მაილი. აქ მომიწერთ არ ხვევა, მაგრამ რა ვქნათ. მივარ აპრილზე და 1 მაილის პერსონალს ჩავთავ და ეგ იქნება რა. ძალიან მაგრამ ამოწმებენ გზებზე რა. თოლებს ამ ბიოტის ხალხი და ადრე ცოტა უფრო აითად რო უყურებთ ამ შემოწმებებს, ეხლა უკვე ცოტა დაძაბული ვარ და აქედან გამომდინარე ვცდილობ რომ ლოგბუქი არ დავარღვიო. აი ამის და მაგვარი ფირმაში უნდა მივიდეთ რა. აი ხა ბუქში რო სურათი ვნახე, ფოტოთი ჩანდა და რა ვიცი, ამისთან ადგილას იქნება ვიდე. ვცადოთ და ნახევრის როგორ ამბობენ ხოლმე და ნახევარად მოგებაო. ძროხები არიან ისე ძროხებს გვიჩემია ბიზონები შეხვდნენ. როგორც ვიცი, ამერიკაში ყველაზე ბევრი ბიზონი მოშენებულია მოტანაში და ნორთ-დაკოტაში და საუთ-დაკოტაში. არ ვიცი რომელი ეჭირება, მაგრამ აქაც ძალიან ბევრი ბიზონი შემოხვედრია. ამჟამად ეხლა თუ გავჩერდით ამ ბიზონებთან მოხდით, ესეც საინტერესო იქნება, მაგრამ ხუი შემაშალა მარჯვნივ უნდა მომეხვედა, სად ვიყურებოდეთ ხო ვიდეოს რო ვიღებდი. კაც ამოდი უკან. მაგრამ არ დაუჯერე, ეხლა შევხედე იმას. მარგარიტამ პიტაპირი მოუხრიოდა. იმედია ვიწრო ადგილას არ შევა და არ გავიჭედები. შეგახსენეთ მეგობრებო, ჩვენ ორ GPS ვხმარობთ. ერთი ეს ტრაილერი GPS და მეორე ტელეფონის GPS. ტრაილერი GPS ვეძახით მონიკას. ტელეფონი GPS ვეძახით მარგარიტას. ეს მეუბნება უკან წამოდიოდა. მარგარიტა არაფერს არ მეუბნება, იგი არის პირდაპირ. არ ამგონია რამე ვიწრო ადგილი იყოს, რომ ეს ტრაილერი ვერ შეეტიოს ამ ინტრებში და ამ ღია სივრცეში. რატომ უნდა იყოს ახლა ისეთი ადგილი, რომ ტრაილერი ვერ გაეტიოს. დასახლებაში კი შემოვედით. ხელა სახლია. მაინც რამხელა ამერიკა და რამდენი ადამიანი ცხოვრობს. და ვიცი წყნარად სივრცეში, სიმშვიდეში.
ეხლა ვინც აქ ცხოვრობს, სულ არ აინტერესებს პოლიტიკა, იქ რა ხდება, არიან თავისთვის სამსახური აქვს, სახლი აქვს, წინავთ. სულ მშვიდად არიან. აბა ჩვენ ვართ ერთ ამბავში, იქით და აქით და ჰაი ხუი. თან წარმოიდგინეთ ლუკაში ეხლა ვართ საუდაკო და შუა ამერიკაში ცოტა ზემო ჩრდილოეთ ნაწილში. დიდი ფაბრიკა ყოფილა რაღაცა. არა მგონია მე ახლა მივიდეთ თავის დროზე. ხوار გავჩერდი აქ სანე მაღაზიაში რაღაცა ხوار ვიყიდოთ. არა, ჯანდას. ტიპიური ამერიკული პროვინციული დასახლება, ეს ეთქვა ცენტრალური ქუჩა. რა იქნება ახლა ამათ გასართობი რაღაცა ბარი იქნება პირნოი, ქრისტიან, ოპენ ღიაო. დასაწყის მაღაზია ყოფილა. აქეთ რა არის ავტონაცმის მაღაზია. When possible, make a U-turn. ეს Main Street-ი, ის მეუბნება იქით შეუღრიაოდა. იქით ასახლება ეთქობა. აგე groceries. პატარა მაღაზიაც ქონიათ. დაკეტილია ხედავ. თუ არა, ია, თუ რა ვერ ხალხი არ არის. ეს არის ზებრატი. When possible, make a U-turn. რა კარგად მიყვა რა, ეგრე გამოსდა 29-იანი ცენტრალური ჰაივეიზე. იქითკენ მიმართულებისკენ გავყავ, ნახეთ რა. ესე დღეს როგორი სახლებია ამ იქ იმაში, სათუნი სახლები და რა ხდება. ეგრე ეკლესია. რა სიწყნარია მეგობრებო, ნახეთ, რომელი საათია? 7 საათია საღამოს და კაცი შვილი. When possible, make a U-turn. Speed truck route. No through trucks. იქითკენ წადიო. Truck route. ეკლესია ეს ამას ხარჯი ყავარ კიდევ აქეთ ყავარ მოდი არ მივედო იქით ხო გავედით საგამოვიყანა ხოხელა ეთქი მოედანი ისა და make a U-turn. When possible, make a U-turn, then take the first left. ვიწრო იმაში გავიჭედები მეთქი რა ვიწრო მოედანში ამ ხელა ველებზე მივდიოდი და არა მგონი ახლა გავიჭედო. ახლა რა ხდება? მე თან ვიღებ და თან იმას უყურებ რა. მარგარიტას და მარგარიტა სად მეუნება წადი პირდაპირ. მაინც აქი გამომიყვანა რა. Turn right on Vermilion Street, then take the first left. ტრაკი არ წავიდესო. მე მაშინ მარცხენა შევხე, მაგრამ ამასობაში დროც გამითავდა. ეხლა მე რას ვიზა, ვიცი, მოდი ამას დარღვევ არ გამომივიდეს. პოლიცია და ეს არ ამგონია მოვიდეს და აქ დავწერო პერსონალზე გადავიყვან. მეთქი დავწერო notes get to drugstore get to drugstore
პერსონა ჩავდა. Всё. Just. და გავაგზავნოთ ახლა ჩვენ იქითკენ ტრაილერით არ შეხვიდეო. ამიტომ აქედან გამოდიან მოდი გავყევი და დავარღვევ რა უკვე ხო თუ პოლიციელმა ამაჩერა ვეთქვი რომ GPS-მა მომეყანა მეთქი. აქ აკრძალული იყო შემოსამა, მაინც შემოვედი, იმიტომ რომ Florida Street, then take the first right. ძალიან მეებში მოვდივარ. ნახეთ უკვე აი სოფელში დავდა კაცი შვილი არ არის, თითქოს არავინ არ ცხოვრობს, ყველა სახლში ზის. მერეთი მოედანზე მინდორში გავიდეთ რომ დავწყნარდეთ. ესე იგი სულ რაღაც სიახლეებს ვეძებ და აი ნახეთ უკვე ნატურალურად ბუნებრივად აი ესეთ ბუნებრივ სიტუაციაში ჩავარდით. ვარღვევ ამ გზას, ამ გზაზე ახლა ტრაილერმა უნდა იაროს, მაგრამ რა ვქნა სხვა გზა არ აქვს. Turn right on Coleman Street, then take the first right. Oare polițiema ar gaguaciros, ara mgoniam, teși da ugram, sipseși. Ai სოფლიდან გამომიყვანა და ეს კარგია უკვე. აქ უკვე პოლიციელი და ასეთი ვიღაცები აღარ დაგვიშლიან ხელს. When possible, make a U-turn. მოგიწევს უბრალოდ მინდვრებში სიარული. კარგი იყო დღის სინათლეზე ბევრი, თუ ძალიან ვიწრო გზა არის. გადასავარდნია მარჯვენა მარცხნივ და ყურადღებით უნდა ვიაროთ. აი ამოწეულია გზა და პატარა შეცდომა და გადაუშვებ იქით. გადაეშვებ უпроსტორი გადაუშვებ. Turn right on 294th Street. აქეთაც მაჩვენა 29-სკენ წავიდეთ, 29-ის ისე 295-ზე. ოკეი. ნუ თავარი პრობლემა რომ იმ ვიწრო დასახლებაში 466th Avenue. დარღვევა თუ არ დაგვითვალო. ხო, აი მარგარიტაც გზა, მონიკაც გასწორდა. ეხლა წავყები ამას და გადაღებაც უფრო გამიადვილდება. ესე იგი მარგარიტა და მონიკა გასწორდნენ ერთმანეთში და უკვე შევა. ეხლა ამას გავუსწორდები და გადაღებასაც თავისუფლად შევძლებ. თორე გადაღებას და იმის მისამართის მართვა ცოტა ძნელი იყო რა. აცი უკვე ადვილი იქნება. ეხლა კარგია ზამთარი რო არის, თორემ ასეთ ადგილებში ზაფხულში რომ მოდიხარ, უიმე, აი მთელი პარაპრიზი, ანუ ეს წინა შუშა, სულ წერები და ემეებით იქნებოდა სავსე. ეხლა კარგია, პრობლემა არ არის. აი ესე მარტო მეგობრებო ვივლიდით, ახლა ნახეთ ამ სივრცეში. სიმარტოვეში. აი ახლა რომ მანქანა გამიფუჭდეს, ან ამის და მაგვარი. მანქანასაც ვერ გააჩერებს, აიჭედები და დილამდე უნდა დაელოდო ვინმეს. ტელეფონი არ იჭერს, ინტერნეტი არ იჭერს. ალბათ სადაც მივდივართ იქ დაიჭერს რაღაცა. ყოველ შემთხვევაში ჩემი ეს აქ რამდენიმე კომპანია ამერიკაში, T-Mobile-ია, Verizon-ი და მესამეა. HA არის და ისინი მუშაობენ, აი T-Mobile ყველგან ვერ იჭერს ტელეფონს. თუმცა ნენელა მობილურს გულისხმობს. ნენელა კი ვითარდება, მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში ახლა ჩვენ სადაც ვართ, აქ არ იჭერს. Dacia 16 mili. Ας მეურება მარცხნივ შეუხვიო.
აი ესეთ გადასასვლელებში თქილად უნდა იყოთ ხოლმე რომ ვიწრო გზები რო არის. უკან ნახეთ წინ გადასავარდნია, აქედაც გადასავარდნია და ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოთ ხოლმე. 466th Avenue. წავით 13 მილი დამში. ვარ დაგღალეთ მეგობრებო და ჩვენი კითხვა ისევ რაც ვიდეოს დასაწყისში ვთქვით კომენტატორმა რო გითხრა რომ ერთი და იგივეს გვაჩვენებო მომაბეზრებელიაო აი თქვენი აზრით მაინტერესებს აი ახლა ასე პირდაპირ რო ვიღებ ამ სტილში მოგწონ თუ არ მოგწონთ თუ წინასწარ მოვემზადო და როგორც კინორეჟისორები წინასწარ რაღაც გეგმას დაგეგმავე სცენარის მიხედვით მოძრაობენ ისე ვიმოძრაობ. რა თქმა უნდა მე მაგას ისედაც ვერ შევძლებ ჯერ ესეთი არც ამაკ მაგის დრო პირდაპირ რაც მოგთვის ვიღებთ ამას ჩვეულებრივად. ნუ ის კითხვა ძალაში რჩება. ამ სტილის ვიდეოები გავუშვათ თუ ნუ მთელი არსი რაში იყო რომ ის იცახდა რომ უკვე მომაბეზრებელიაო თქვენი ასეთი ვიდეოებიო და რაღაც ახალი მოიგონეთო და რა ვიცი ახლა თუ მე ჩემს ვამბობ ახლა რეჟისორობას ნამდვილად არ ვაპირებ და უბრალოდ დროც არა მაგრამ მეც არ მინდა რომ ეს ასეთი სტილის ვიდეოები დამღლელი იყოს და დამღლელი ესა მომაბეზრებელ განწყობას ქმნიდეს. ამიტომ მაინტერესებს თქვენი აზრი და დავილოდები და იმის მიხედვით ვიმოქმედებ. აცი და 1 გრადუსია. რამდენი დარჩა 14 მილი. და ისე ვიძახი რომ ვიქტორინა ძალაშია გადმოგტვირთავენ თუ არ გადმოგტვირთავენ. თუ ჩვენი ვიქტორინის ესა წესი იცით ხო ვინც პირველი იტყვის სწორ პასუხს ის იქნება გამარჯვებული. ჩვენ ამ ასე ვთქვათ ამ სერიაში პირველი ხო ვთქვით ის მეორე დელივერი მოვასწარით ის ერთი პასუხი იყო და აი მესამეზე იგივე კითხვა გადმოგტვირთავენ თუ არ გადმოგტვირთავენ. ამას გავიგებთ რომ მივართ ადგილზე. უკვე დაგვიგდნენ და მეც არ ვჩანვარ ვიდეოში არა მეგობრებო. მოდი ჯობია წინ ვიყუროთ. დაგჭა 9 მილი. ლენოქსი დასახლებული ყოფილა, უბრალოდ გუგლიდან რომ შევხედე ზემოდან. პატარა ფერმასავით იყო შენობა და ახლა დასახელე სტადიონიც გონიათ. იქით ალბათ სახლებია. მიგდებული ადგილიც არ ყოფილა. ეს შუქები განათებულია ცენტრალური გზა. ლენოქსი, საუთდაკოტა. აუ, ეხლა თუ გადმოვტვით ეს რა მაგარი იქნება. თავისუფალი ვიქნები და ხო ადგილიდან მეუბნე სხვა პიკაპისთვის მზად იქნები. გასამართი სადგურიც არა, ეს უფრო შედარებით დიდ დასახლება ყოფილა. თუმცა ასეთი მიტოვებული რაღაც დასახლებაც არ ყოფილა. აი ახალ ადგილებში რომ მოდიხარ ხოლმე თავისებური ადრენალინი გამოდის. ჯოჯო მეორებია ხოლმე რანები რატო სიამონებს ახალი ადგილების ნახვაო და რა ვიცი მე მაგრამ მომწონს თქვენ მეგობრებო ახალი სტაბილიზებები და ნუ სამწუხაროდ ეხა ბევრი ადგილი ერთმანეთსა გაავს მაგრამ მაინც ახალი რო არის და
იმ ადგილას რო ხარ მოსული, სადაც არავის არ ყოფიხარ. თავისებური რაღაც ჟინი და სპორტული აზარი. ცოტა ადგილიც აგვაქვს და აგერა პატარა მაღაზიებიც ყოფილა, თვრათ მიტოვებულებიც არ ვიქნებით. თუ მომშვიდება და ვერ მოვითმენ, მოვა და წამოვალ აქ. აგერა ბენზინგასამართი ის არის და თავისთავად პატარა მაღაზიაც ექნებათ. გაზის ბენზინგასამართი სადგური. ძილის ხო დავდივარ ხოლმე და წამოვალ აქეთკენ რა. ვარჯიშებ და თან პროდუქტებსაც ვიყიდი. გავედი დასახლებიდან და ალბათ იმ ფერმასთან მივართ. მე ასე ფეხით გამოვარ რა. ხოიცი ძილისი ყოველთვის 3-4 კილომეტრი ფეხით დავდივარ ხოლმე. ეგ არის რა მაგას გავაკეთე. აი მეგობრებო მოვედი. აი ხა ვინმე მიღებს აქ არავინ არ არის, მაგრამ აი ჩვენარი ეს არის, აი მაღაზია ეთყობა და ესე იგი ვიქტორინა მეგობრებო იმან მოიგო, ვინც თქვა რომ არ გადმოვტვირთავე. გვიან მოვედით. ახლა ჩვენთვის თავარია ისეთ ადგილი ვნახოთ, რომ Smolensk. ორა. აი მაღაზია და ჩვენ ასეთ რაღაც არ მოვიტანეთ. ეს არის. აა ჩვენ ისეთი ადგილი ვნახოთ, რომ აი მანქანა კი დგას, მაგრამ ვინ არის არავინ არ იცი. სად უნდა გადმოვიტვირთო, ალბათ იქა. всё, მე ახლა ისეთი ადგილას უნდა გავჩერდე, რომ დილამდე აქ არავინ არ მოვა. გასაგებია, მოვედით მეგობრებო და მეც გაჩვენებ ჩემებურად. აგერ არის ეს გადმოსატვირთი, ალბათ აი ეგ. ეს არის მე ისე დავაყენებ, რომ აი ალბათ აქ უნდა გადმოვტვირთოთ, არ ვიცი ნახო. მე ჩვენ კიდევ დავაყენოთ ისე, აი ვიღაცა მოვიდა. პატრონი ხო არ არის, აი შეიძლება გადმოვტვირთონ კიდევაც არა. ვინ არის ეს მოვიდა? მოვიდა და წავიდა. კარგი, მაშინ ჩვენ ახლა ისე დავაყენოთ, რომ აი ეს ადიხოთ და ეს მივიდეთ. აი ესე. დავაყენოთ და ისე რომ მინდორში არ გადავიდეთ. ისედან გადავიდეთ, უკან დავაყენოთ, რომ მინდორში არ გადავიდეთ. ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. ოკეი, შევატრიალოთ. გავიდეთ, ახლა გადავიდეთ, იქ ბალახზე ხო არა ვარ გადასული, თო ძალიან ბნელა. გუდი დავიხურო და წავიდეთ. კერძო საკუთრება, რაღაც არ დაუზიანოთ. მაინც წესრიგი უყვარს ყველას და მგონი კარგად გამოვედი ახლა. ხომ ტალახში არ ჩავარდე კაცო. ცოტა უკანაც შემიძლია კიდევ გამოვწიო. პრობლემა არ იქნება, აგერ ეთყობა კიდევაც უჯერითობა მანქანები აქაც ჩერდებიან. მეგობრებო, მაგრამ აი ხედეთ ვარსკვლავები. ისეთი ადგილია რა. ცოტა ხა ძრავას რო გამორთავ, იქნება იდუმალური სიწყნარე. ადგილი, სადაც მაღლა აიხედავ და გაგახსენდება სოფელი. გახსოვთ ზაფხულში, სოფლებში ბავშვები რო დავждებოდით ხოლმე და მაღლა ვიყურებთ და ვითვლიდით ვარსკვლავებს და ვარსკვლავებს.
ნახეთ მეგობრებო, რა სიწყნარია. ეხლა მანქანებიც, რავი, არ გაივლიან ეგ მოდის მანქანა და არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ ალბათ თქვენ ბავშვობასაც გაგახსენებთ. ეხლა ცოტა ცივა, მაგრამ აი ზაფხული რო იყოს. აი მანქანის ხმა ისმის, მაგრამ მე გავა დრო, 1-2 საათი უკვე. დაბნელდება და იდუმალი სიჩუმე რო იქნება და აი მაღლა ვასკლავებს რო ახედა. აბა დიდი დათვი სად არის არა? ესა არა, სად არის დიდი დათვი. ანდრე მახსოვდა ვასკლავებს რო უყურებდით ხოლმე რომელი იყო დიდი დათვი, დიდი ირემი. და ნახეთ მეგობრებო, რა სიწყდარეს აი ისეთი სიჩუმე, აი ყურებში რო რაღაცნაირი პროცესები მიდის რა. მოყოფებით კერძოდ ლენოქსში, საუთ დაკოტა, ანუ სამხრეთ დაკოტაში. წავედით ცივა, ეხლა მე ცოტა გავივარჯიშებ იქით-აქით. შეიძლება იქითაც გავიდე სოფელში. ნახოთ, ცოტა სიცივე კია, მაგრამ არ ვიცი ნახოთ. მე კიდო თქვენ მეგობრებო. შემცირდა თბილი ჩავიცვა. მცივანა. კარგით აბა მეგობრებო, აი ესეთი დავამთავრეთ ეს ჩვენი ტური, მოვიტანეთ და ალბათ იმედია კი არა, დილით მოვლენ, გადმოვიტვირთები. და წავალთ მე გავაგზავნეთ უკვე სხვა პიკაპზე. მე კიდევ დაგემშვიდობებით, ჩემაბებში აგერ ჯორჯთან ერთად დავждები, რაღაცებს გადავხედავ, მეგობრებში დავრეკავ, მოვიკითხავ და ასე შემდეგ. თქვენ კიდევ ყველას გესურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და ყველაფერს კარგს. და უფალი იყოს ჩვენთან. შევხვდებით მომავალ იმედია საინტერესო ვიდეოებში.